გამარჯობა ყველას. ინგლისურ ენოვანი მნიშვნელოვანი ტექსტები ქართულად. ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება თარგმნაში, გრამატიკას მაინდამაინც დაგვიწუნებთ, შინაარსი გასაგებია. ეთერში გუშინ გავიდა გენერალი ჯეკ კინი ირანის და უკრაინის შესახებ. როგორც ყოველთვის კომენტარის გარეშე თქვენ თვითონ მოусმენთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ. აბა დავიწყოთ. ერთად ახლო აღმოსავლეთში ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ანშესოს ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნის დარტყმითი ჯგუფი უკვე შევიდა ცენტკომის წყლებში ინდოეთის ოკეანეში, ხოლო ისლამური რესპუბლიკა პასუხობს მუქარებით. ის აცხადებს, რომ მისი რევოლუციური გვარდია ახლა უფრო მძადაა ვიდრე ოდესმე. ფიფი აქვს სასახლეზე, რათა შეასრულოს მთავარსარდლის ბრძანებები და მითითებები. ამიტომ გენერალი ჯეკ კინი ახლა შემოგვიერთდა. მაიკლ ვოლცი არის აშშ-ის ელჩი გაეროში. პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯები. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასაკლი. გაეროს ოფიციალური მონაცემებით ახლა უკვე 18,000-მდეა მსხვერპლი. თუმცა ჩანს, რომ რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს. პრეზიდენტი ტრამპი გადადგამს ზომიერ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს ჩვენი ბაზების დაცვა. ჩვენ რეგიონში ვათავსებთ რესურსებს. იმისთვის, რომ მას შეეძლოს მიიღოს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. როგორ უნდა ვიფიქროთ ამ აქტივობაზე ინდოეთის ოკეანესა და ირანის მიმართულებით? ეს ჩანს როგორც სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც ვერაფერი შეედრება იმ საშინელებაში, რაც ამ რეჟიმმა საკუთარ ხალხს 45 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიაყენა. ეს რიცხვები აბსოლუტურად შოკის მომგვრელია. და უბრალოდ ქუჩაში ადამიანებთან საუბრისას, ახლა როცა ინტერნეტი ნელ-ნელა იხსნება, ისინი მუდმივად მეუბნებიან. ამბობენ, რომ ისინი, ვინც ახლა მათ იცავს და აიძულებს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ, უმეტესად არაბულად ლაპარაკობენ და არაფარსულად. ასე რომ, მათ სხვა ქვეყნებიდან მოიყვანეს მილიციელები, რათა ეს ბინძური საქმე შეესრულებინათ. მოусმინეთ, ფიქრობ, სადაც ახლა ვართ ამ საკითხში, დანა და ბილ, ეს მასაკრი ნამდვილად აღემატება ყველაფერს, როგორც უკვე აღნიშნე. და პრეზიდენტმა თქვა, რომ აპირებს დახმარებას და მე მჯერა, რომ სწორედ ასე მოიქცევა. აქ ორი რამ დგას სასწრზე. რეჟიმი ახლა ყველაზე სუსტია თავის ისტორიაში, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. და მე ნამდვილად მჯერა, რომ შესაბამისი დარტყმა, რა თქმა უნდა, ინის საპასუხოდ, რაც აქ მოხდა, აუცილებელია. ასევე პრეზიდენტმა სიტყვა მისცა, ვფიქრობ ის შეასრულებს მას, მაგრამ მისი მიზანი უნდა იყოს რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტება და მისი დაშლისკენ მიყვანა. თუ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ რეჟიმს სიცოცხლის ხაზი გაუწვდით და ეს დაეხმარება მის გახანგრძლივებაში. თუ ეცდებით მათთან მოლაპარაკებას, ეს დაახლოებით იგივე შედეგს გამოიღებს. ეს რეჟიმს ლეგიტიმაციას აძლევს და აქ ჩართულ პროტესტის მონაწილეებისთვის მძიმე დარტყმაა. ჩვენ უნდა დავინახოთ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს წინაშეა. სავარაუდოდ, მხოლოდ სამხედრო დარტყმა დაუყოვნებლივ არ გამოიწვევს რეჟიმის დაშლას. რეჟიმის, მაგრამ ეს აუცილებლად დააყენებს მათ ამ გზაზე, რადგან როგორც უკვე აღნიშნე, ისინი არასდროს ყოფილან ასეთი სუსტები. დიახ, ირანს აქვს საპასუხო ზომების მიღების საშუალება, მაგრამ მათ არ სურთ ომი შეერთებულ შტატებთან. ეს მათთვის რეჟიმის დაკარგვას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რა ბრალადად საუბრობენ ისინი. კარგი, ეს იყო ილანი. ახლა გადავიდეთ რუსეთ-უკრაინის თემაზე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიებს. უსაფრთხოების გარანტიაზე ამბობს, რომ ეს 100%-ით გარანტირებულია. ნახეთ აქ. ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დოკუმენტი 100%-ით მზადაა. ველოდებით ჩვენს პარტნიორებს, რომ მზად იყვნენ ხელმოწერის თარიღის დასანიშნად. ამის შემდეგ დოკუმენტი გადაიგზავნება აშშ-ს რატიფიკაციისთვის. კონგრესსა და უკრაინის პარლამენტში ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად. აბა, რა უნდა ვიცოდეთ, საით მიგვიყვანს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, ეს საკმაოდ დიდი პროგრესია, რაც მიღწეულია. პრეზიდენტ ზელენსკის შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან ყველათან ხდება ამ უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც ცხადია, გულისხმობს ძალების ყოფნას ადგილზე, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებს. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ თუ მშვიდობის შეთანხმება გაფორმდება, რუსეთი შეიკავოს ამ შეთანხმების დარღვევისგან. ისევე, როგორც მათ დაარღვიოს ყველა სხვა შეთანხმება პუტინის დიქტატურის პირობებში. რადგან ჩვენ ვიცით, სად დგას ის ამ საკითხში. ის შეეცდება ისარგებლოს ამით და ეს გარანტიები უნდა იყოს მდგრადი პრეზიდენტის შემდეგაც.
ამიტომაც უნდა გადაეგზავნოს ეს დოკუმენტი შეერთებული შტატების კონგრესს და ასევე ევროპის ქვეყნების პარლამენტებს. ვინ არიან ისინი, ვინც უზრუნველყოფენ ძალებს ეწონ მსურველთა კოალიცია? ეს დიდი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ ეს. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამაზე დათანხმდეს, რადგან უკვე აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან მიწის გარიგებას. ეს საკითხი, რომელიც ახლა განიხილება, მათთვის კვლავ გადაუწყვეტელია. და რუსეთმა დღემდე მიუხედავად იმ რიტორიკისა, რასაც მათგან ვისმენთ, რეალური დათმობა ჯერ არც ერთხელ არ გააკეთა. ეს ფაქტია. შეიძლება მათ MSR-ის საშუალებით concessions-ზე საუბარი მიდიოდეს, მაგრამ პუტინს რეალურად დათმობა ჯერ არ გაუკეთებია. ჯერ კიდევ გასარკვევია, გააკეთებენ თუ არა რამეს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მიწის საკითხი კვლავ გადაუჭრელია. სასარგებლო შეხსენება, როცა ამ საკითხს ვადევნებს თვალს და კვირები გადის. ორშაბათი გენერალ ჯეკკინთან ერთად. გმადლობთ. ეს იყო დარიო რადიო, გენერალი ჯეკკინი ქართულად. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.